მოგესალმებით. ევროკომისიამ წარადგინა სტრატეგია, რომელიც 2050 წლისთვის ევროკავშირში სიღარიბის აღმოფხვრას ითვალისწინებს. ერთი შეხედვით დაპირება ძალიან ლამაზად ჟღერს, ისე როგორც ეს ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი დიპლომატის ჯოზეფ ბორელის მიერ დასახელებულ აყვავებულ ბაღს შეეფერება. მაგრამ რეალობა უფრო მკაცრია, რაც შეეხება ბრიუსელის ბიუროკრატიას, მათთვის პოლიტიკური დაპირებები და ლამაზად შეფუთული განცხადებები უცხო არ არის. სხვადასხვა არც კორუფციული სკანდალებია უცხო და ამ სკანდალებში ევროკომისიის პრეზიდენტის სახელიც არაერთხელ გაჟღერებულა. ასე რომ კითხვები ჩნდება, რამდენად იბრძოლებენ იმ სტრუქტურის წევრები სიღარიბის აღმოფხვრაზე, ვის წინააღმდეგაც არსებობს კორუფციაზე შეკითხვები. Pfizer-Gates-ა და Ursula von der Leyen-თან კითხვებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. იყო იმის მცდელობებიც, რომ როგორმე გამოძიებას დაეწყოთ და von der Leyen-ისთვის ახსნა განმარტებები მოეთხოვათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მიზეზი მარტივია, ევროკომისიის პრეზიდენტი ზედმიწევნით მიჰყვება გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკას. ასრულებს ყველა იმ დაკვეთას, რაც ბრიუსელის ხელში დიქტატის გაძლიერებასა და პირველ რიგში ევროკავშირის მილიტარიზაციას ეხება. შესაბამისად, მას Deep State-ის ქოლგა იფარავს ყველა იმ გადაცდომების გამოძიებისგან, რამაც შეიძლება კითხვები გააჩინოს. რაც შეეხება სიღარიბის აღმოფხვრის გეგმას, აქ კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ევროკომისიის გეგმა არის საკუთარი თავის პროპაგანდა და ევროპელებისთვის იმის მოჩვენების მცდელობა, რომ საქმე კეთდება. ახალი გეგმები ცხადდება და ბრიუსელის ბიუროკრატია საქმეს აკეთებს. ასეთი საქმის კეთებაც ბევრი ყოფილა. სიტყვით განცხადებები და დაპირებები, შედეგები კი საწინააღმდეგო. ასე ხდება მაგალითად არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. მიიღებენ დადგენილებებს, თითქოს არალეგალი მიგრანტების რაოდენობა უნდა შემცირდეს, თითქოს საზღვრების კონტროლი უნდა გამკაცრდეს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მაგალითად ესპანეთში 9 მილიონ მიგრანტს ბინადრობის უფლებას აჩუქებენ. ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ასეთი მიგრანტების რეალური რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს. ასეთი იურიდიული ხრელები, როგორც ჩანს, ევროკავშირის კანონმდებლობაში კიდევ ბევრია და ამიტომაც არის, რომ მიგრანტების რაოდენობა იზრდება. 2025 წელს ევროკავშირის მოსახლეობის 21% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი. გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელი 2019 წლის 17%-დან 2025 წელს 21%-მდე გაიზარდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის დაწყების შემდეგ. როგორც ჩანს, ევროკრატებში მიხვდნენ, რომ არალეგალური მიგრაციის ზრდით, რაც თავის მხრივ დანაშაულის დონესაც ზრდის და სიღარიბის მაჩვენებლებსაც, საჭირო იყო ისეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რაც ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავდა. თან პოლიტიკურად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდნენ ევროპელი ამომრჩევლის წინაშე, თან მემარჯვენე პარტიებს მხარდამჭერებს წაართმევდნენ. მაგრამ მემარჯვენე ძალების მხარდაჭერის მიზეზი მხოლოდ სიღარიბის მაჩვენებლები ან მხოლოდ არალეგალური მიგრაცია არ არის. ამ ყველაფერს ემატება ის ზოგადი პოლიტიკა, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ატარებს ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლიდან დაწყებული LGBT იდეოლოგიის დამკვიდრებით დასრულებული. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ, თუ რამდენად რეალურია ევროკომისიის გეგმები სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე. გერმანელების ყოველი მეხუთე ადამიანი ახლა უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე დგას. საფრანგეთში სიღარიბის დონემ 30 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. წლიდან წლამდე მილიონობით ევროპელი მიიჩნევს თავს ღარიბად. ევროკავშირის თითქმის ყოველი მეოთხე მოქალაქე ღარიბია ან სიღარიბის რისკის წინაშე დგას. ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს წარმოაჩენდა როგორც მდიდარი, სოციალური მაღალი ცხოვრების სტანდარტის მქონე სივრცეს, რომელსაც ედემის ბაღსაც კი ეწახდნენ. ტერმინს პროვერთი, სიღარიბე როგორც წესი გამოიყენებდნენ ხოლმე გლობალური სამხრეთის, განვითარებადი ქვეყნების ან ევროკავშირის პერიფერიების მიმართ. მაგრამ აქამდე არასოდეს ედემის ბაღთან კონტექსტში. ახლა კი რეალობა შეიცვალა, თანაც იმდენად, რომ ბრიუსელს სიღარიბის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა უწევს. ევროკავშირის ისტორიაში პირველი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მოიცავს ევროკომისიის გეგმას, რომლის მიზანია 2050 წლისთვის ევროკავშირში სიღარიბის დასრულება. გამოდის, რომ დემოკრატია და ცივილიზაცია კი არა, კრიზისი და სიღარიბე ხდება ბრიუსელის სინონიმი. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, სიღარიბე იმდენად სერიოზული, რომ ბრიუსელში ჩაითვალა, რომ მას ცალკე სტრატეგია და ცალკე პოლიტიკური დოკუმენტი სჭირდება. ყოველი მეხუთე სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ არის.
1 მილიონი ადამიანი უსახლკაროა. ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის რისკის ქვეშ არის. არადა ევროპა საკუთარ იდენტობას 10 წლეულებია თითოეულის კეთილდღეობის იდეაზე აშენებდა. ევროპელები ამაყობდნენ ძლიერი კეთილდღეობის სისტემით. ბავშვებს მშვიდობიანი და უდარდელი ბავშვობისთვის ყველაფერი ჰქონდათ. ჯანმრთელი, განათლებული და ბედნიერი ბავშვი ძლიერი და შეძლებული საშუალო კლასის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ახლა კი სწორედ ბავშვი გახდა ყველაზე მოწყვლადი და ის უკვე თავად საშუალო კლასის კრიზისის ყველაზე მკაფიო ნიშანი ხდება. განსაკუთრებით სამი ჯგუფი ზარალდება. პირველი ღარიბი ბავშვები. ამჟამად მათი რაოდენობა 25 მილიონს აღწევს. ყველაზე ფუნდამენტური რამ ის არის, რომ თითოეულ ბავშვს ცხელი საკვები უნდა ჰქონდეს. ზოგ ჩვენგანს ეს თავისთავად მიგვაჩნია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მეორე ჯგუფია უმუშევარი ან განათლების გარეშე დარჩენილი მოზარდები და ახალგაზრდები. ყოველი მეექვსე ახალგაზრდა ამ მდგომარეობაშია. მესამე ჯგუფია ღარიბი მუშები ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ მიღებული შემოსავალი ცხოვრებისთვის მაინც არ ყოფნით. ეს აჩვენებს, რამდენად შეიცვალა საშუალო კლასისთვის და მომავალი თაობებისთვის ცხოვრების დონე. ედემის ბაღისგან ცოცხალი მხოლოდ ამ ფრაზის ავტორი ბორელია. ევროკავშირის ძველ დიდებაზე მხოლოდ მოგონებები დარჩა. საუბარია პირველ რიგში გერმანიაზე. იმ ქვეყანაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ ითვლებოდა. გერმანია ევროპის ეკონომიკური ძრავა იყო. დღეს ის ექსტრემალურ ზომებს იღებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შეაჩეროს. გერმანია მაც კი, რომელიც ოდესღაც მკაცრი ფისკალური დისციპლინით იყო ცნობილი, შეაჩერა საკუთარი ვალის რეგულაციები, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ეკონომიკის ვარდნა. ეკონომიკის მუდმივი ვარდნა იმ გადაწყვეტილებების პირდაპირ შედეგია, რომელსაც ედემის ბაღში Deep State-ის კარნახით ევროკრატია იღებს და აქ ორი თარიღია მნიშვნელოვანი. 2015 წელი, როცა ბრიუსელის გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ფართოდ უხსნიან საზღვრებს ემიგრანტებს და 2022 წელი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სანქციებს. ეტაპობრივად ამბობს უარს რუსულ გაზსა და ენერგორესურსებზე და რუსეთთან ეკონომიკური დაპირისპირების რეჟიმში გადადის. მაგრამ ევროპული ეკონომიკის დიდი ნაწილი განსაკუთრებით გერმანიის ინდუსტრია 10 წლეულების განმავლობაში სწრაფია რუსულ ენერგიაზე იყო აწყობილი. ამიტომაც პირველი დარტყმა ენერგეტიკაზე მოდის. გაზისა და ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი ზრდა ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ძვირდება წარმოება, ქარხნებისთვის მუშაობა ნაკლებად მომგებიანი ხდება. განსაკუთრებით მძიმე დარტყმას იღებს გერმანიის ავტომრეწველობა. საფრანგეთში პრობლემები ექმნება ფარმაცევტულ და ქიმიურ სექტორს. მაღალი ტარიფების გამო ევროპაში წარმოების შენარჩუნება სულ უფრო ძვირიჯდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ამცირებს წარმოებას, ხურავს ქარხნებს ან საწარმო ხაზები გადააქვს იქ, სადაც ენერგია იაფია, ძირითადად ამერიკაში. ეს უკვე ევროპაში პირდაპირ ურტყამს დასაქმებას. მცირდება სამუშაო ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები თითქმის აღარ იქმნება. იზრდება უმუშევრობა და სოციალური დაუცველობა. შემდეგ უკვე კრიზისი, როგორც ვირუსი ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადადის. ენერგიის გაძვირება ზრდის კომუნალურ გადასახადებს, აძვირებს ტრანსპორტირებას, ზრდის საკვებისა და პირველადი პროდუქტების ფასებს. საშუალო კლასს სულ უფრო მეტი თანხის დახარჯვა უწევს აუცილებელ ხარჯებზე, მაშინ როცა რეალური შემოსავალი მცირდება და აღარ იზრდება. და სწორედ აქ იწყება კეთილდღეობის მოდელის კრიზისი. ევროპა, რომელიც საკუთარ სტაბილურობას ძლიერ საშუალო კლასსა და სოციალურ დაცვაზე აშენებდა, პირველად დგება რეალობის წინაშე, სადაც საშუალო კლასი სუსტდება. სოციალური სისტემა ძვირდება, ხოლო ყველაზე მოწყვლადი ისევ ბავშვი და ახალგაზრდა ხდება. 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედს ქმნიდა. დღეს მისი წილი მხოლოდ 14%-ია. იტალიის სახელმწიფო ვალმა GDP-ს 140%-ს გადააჭარბა. საფრანგეთი 115%-ს უახლოვდება და ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი ევროს ახალ ვალს იღებს. გერმანიამ ვალის რეგულაციები შეაჩერა. ეს თანამედროვე ევროპის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური ხაზია. პირველად ომის შემდგომ ეპოქაში ევროპელები ხედავენ, რომ მათი მომავალი მშობლებზე უარესი იქნება. თუ ეკონომიკური სტაგნაცია გაგრძელდება და სოციალური უთანასწორობა გაიზრდება, ეს შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისად გადაიქცეს. ბრიუსელის მიერ მიღებულ დოკუმენტში ახსნილია, რისთვის არის საჭირო ანტისიღარიბის სტრატეგია. სოციალური ერთიანობის გასაძლიერებლად, ინსტიტუტების მიმართ მზარდი უნდობლობის შესამცირებლად და საზოგადოების უფრო გამძლედ გასახდომად. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ბრიუსელი სიღარიბეს უკვე პოლიტიკურ სტაბილურობასთან და ძალაუფლების შენარჩუნებასთან აკავშირებს. როგორც კი კრიზისი პოლიტიკამდე მივიდა, ევროკრატების მაგიდაზე სტრატეგია გაჩნდა. ექსპერტების ლექსიკონში კი სიტყვა რევოლუცია. ევროპელები თანდათან ხარიბდებიან და ზოგი ფიქრობს, რომ ეს ერთ დღეს შესაძლოა რევოლუციაშიც გადაიზარდოს.
ამ ტერმინის უკან ისტორიული გამოცდილება ინახება. ისტორიულად, როცა ეკონომიკური წნეხი დიდხანს გრძელდება და ხალხი გრძნობს, რომ ელიტები მათ პრობლემებს ვერ აგვარებენ, საზოგადოებაში ჩნდება ძლიერი პოლიტიკური აფეთქებების რისკი. საფრანგეთში ეს იყო მაგალითად ყვითელი ჟილეტები, სოციალური აფეთქება, რომელიც მაკრონმა ძლივს ჩააქრო. ეკონომიკური კრიზისი, მზარდი სიღარიბე, რა თქმა უნდა, ევროპაში მემარჯვენე ძალების გაძლიერებას იწვევს. გერმანიაში ეს არის ალტერნატივა გერმანია. საფრანგეთში ლეპენის პარტია. ევრობიუროკრატიის კრიტიკა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ისმის. ევროპელები ქუჩაში მარშირებენ. არჩევნებზე მხარს უკვე მემარჯვენეებს უჭერენ. Deep State-ის დიქტატმა კეთილდღეობის სისტემაც მოარყია. საპენსიო სისტემა იმდენად ძვირი გახდა, რომ კანცლერი მერცი უკვე ახალი ინიციატივით გამოდის და საპენსიო ასაკს ზრდის. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს ყველა მიმართულებით. ეს არის მეგობრებო დემოგრაფია და მათემატიკა. კანცლერის ინიციატივას მხოლოდ ხმაურის ტვენა და უკმაყოფილება მოჰყვება. გერმანიაში დღევანდელი მუშები აფინანსებენ დღევანდელ პენსიონერებს, მაგრამ როცა მუშა ხელი ნაკლებია, პენსიონერი კი მეტი, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხის დამატება უწევს. დამატება რომ არ მოუწიოს, ურჩევნია საპენსიო ასაკი გაზარდოს. ურჩევნია ხანდაზმულები ამუშაოს, დაბეკროს. ბიუჯეტი მოხუცების შეიძლება ითქვას, რომ ექსპლუატაციით შეავსოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს უკვე პენსიაზე გასული საკუთარი მოსახლეობის შენახვის საშუალება არ აქვს. ყველაფერი ეს ზრდის ეკონომიკურ დაუცველობას, სოციალური გარიყულობის განცდას, რაც თავის მხრივ ევროპელ ამომრჩეველს მემარჯვენე პარტიებისკენ უბიძგებს. ევროპაში მემარჯვენე ტალღა უკვე აღარ არის მხოლოდ პროტესტის ხმა, რომელიც სუსტად ისმის. ბევრ ქვეყანაში ეს უკვე არის ძალა, რომელიც ან უკვე მართავს სახელმწიფოს, ან უკვე გადაიქცა მთავარ ოპოზიციად, ან მთლიანად შეცვალა Deep State-ის პოლიტიკური დღის წესრიგი. და აი სწორედ ამ მომენტში ჩნდება სიღარიბის დაძლევის სტრატეგიული გეგმაც. კონტექსტი აჩენს ეჭვს, რომ ეს დოკუმენტი ევროკრატიას მხოლოდ ხალხის დასაშოშმინებლად სჭირდება. ევროპიან კონსერვატივი წერს. ბრიუსელის ახალ სიღარიბის გეგმას პოლიტიკური მიზანი აქვს. შეაჩეროს მემარჯვენეები. ევროკრატების მთავარი შიში მემარჯვენე განწყობებია. ამიტომაც ქმნიან დოკუმენტს და პრობლემის მოგვარების პირობას დებენ. თუმცა მხოლოდ 2050 წელს. ასე სურთ ვერტიკალის შენარჩუნება. ევროკავშირი სიღარიბის წინააღმდეგ ისეთ დაპირებას დებს, რომლის შესრულებაც არ შეუძლია. ავტორს ბრიუსელის ახალ სტრატეგიაში ეჭვი აქვს და აქაც ის რეალურ გამოცდილებას ეყრდნობა. სტატიის მიხედვით ბრიუსელი დიდ და ლამაზ გეგმებს ხშირად აწყობს, მაგრამ მათი შესრულება რეალურად არ ხდება. ასე პირდებოდნენ ევროპელებს მიგრაციის კრიზისის დაძლევას, მერცი გერმანიაში, მაკრონი საფრანგეთში, მაგრამ პირობად დარჩა. მიგრანტების რიცხვი იზრდება, უკრაინის ომიც გრძელდება. ახლაც პირობას დებს, პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით 25 წელს ითხოვს. მაგრამ რას ნიშნავს ევროპელებისთვის სიღარიბე უკვე დღეს? ამ კითხვაზე ყველაზე კარგად ეს დოკუმენტური ფილმი გვიყვება. იგი დაკარგული თაობის პრობლემებზე ყვება იტალიაში, პორტუგალიაში, გერმანიაში. სიცილიაში უმუშევრობის დონე კატასტროფულია, 57%-ს აღწევს. მრავალწევრიანი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და ისიც უკვე ხანში შესული ქალბატონია. ახალგაზრდები სამუშაოს ვერ შოულობენ, განათლებას ვერ ღებულობენ. იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ. იტალიის მაშინდელმა შრომის მინისტრმა ჯულიანო პოლეტიმ ამ კრიზისზე პასუხად თქვა: მათ გარეშეც კარგად ვიცხოვრებთო. ახალგაზრდებმა სწორად დატოვეს ქვეყანა. ჩვენ ამას ვურჩევთ კიდეც. ქვეყანა შეუძლია მათ გარეშეც იყოს, კისერზე ტვირთად რომ არ დააწუნენ. არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდები თვეობით უსასყიდლოდ მუშაობენ. 6 თვე უფასოდ ვიმუშავე და პირველი ხელფასი მხოლოდ სტაჟირების დასრულებიდან 2 თვეში მივიღე. ასეთია ევროპული კრიზისის სახე. ევრობიუროკრატიას ქაღალდზე გაწერილი გეგმა აქვს, მაგრამ ცვლილების მოხდენის რეალური ბერკეტები არა. ევროპელები კი ცვლილებებს ითხოვენ და არა ინსტრუქციებს. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე განცხადებები კარგია, მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება იმ მილიტარისტული პოლიტიკის მიმართ, რომელიც ბრიუსელს აქვს. გამალებული შეიარაღება 100 მილიარდი ევროს სამხედრო წარმოებაში გადასროლა და ამავდროულად სიღარიბის აღმოფხვრაზე დაპირებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკომისიას მკაფიოდ არ უთქვამს თუ რა თანხა იქნება გამოყოფილი სიღარიბის გასაქრობად, მაშინ როცა სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით ზუსტი თანხებით საუბრობენ ხოლმე. ამას ემატება კორუფციული სკანდალები იმ ქვეყნიდან, სადაც ევროკავშირმა 200 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. საუბარია უკრაინაზე. ეს 200 მილიარდი евро ევროკავშირს ევროპელებში სიღარიბის აღმოსაფხვრელად რომ დაეხარჯა, შეიძლება 2050 წლამდე ლოდინი აღარ დასჭირვებოდათ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.